ეს ჩვენი თეთრი ტელეფონი, ნახოთ თუ დღეს ეს სახალისო გამოვიდა ეს ამბავი, მაშინ ხშირად იხირავთ ხოლმე ამ ტელეფონს. ეხლა ესეთი იდეა გვაქვს, მოკლედ მოვიფიქრეთ პირველი ესეთი ხუმრობა სატელევიზიო თემატიკაზე, ერთ-ერთ ტელევიზიაში, ერთ-ერთი შოუს პროდიუსერს, ამ შემთხვევაში მე ვიქნები ამ შოუს პროდიუსერი, მომივიდა ძალიან ორიგინალური იდეა რეჟისორთან ერთად. ძალიან ორიგინალური იდეა ამ შოუს ჩასაწერად, რომ ეს შოუ გადავიღოთ და ამისთვის გვჭირდება ეს ევაკუატორები, ხო ვიცით რა, დაზიანებულ ავტომობილს დებენ და მე გადააქვთ სადღაც. ეს ევაკუატორი გვჭირდება. რა და როგორ გვჭირდება, რისთვის გვჭირდება? აი ახლა მე დავრეკავ ადამიანთან, რომლის ნომერიც მოვიძიეთ ინტერნეტით და ვნახოთ რა გამოგვივა. ეს არის. ოღონდ მეგობრებო, ისი რა მინდა გთხოვოთ სტუდიაში. თუ შეიძლება ახლა ეს საექსპერიმენტო ხუმრობაა და თქვენს რაღაცნაირად ეცადეთ რომ თუ ძალიან სასაცილო იქნა, ნეტავს სასაცილო იყოს, მოგუდულად გაიცინეთ, რა ხმაური არ შემოვიდეს ძალიან. მოკლედ რეკავთ ევაკუატორის ბატონთან. ბატონი სახელს დავასახელებთ. ხო, უყურე მე ვეტყვი რომ სპიკერფონზე ვარ და შენ გუშინ გელაპარაკეთ, რომ მე დავურეკე უკვე ამ კაცს და ვუთხარი რომ რაღაც საქმეზე დაგირეკავთ. ალო საგამშვიდობის. თუ დროს ხომ არ გირეკავთ? მე დაგირეკეთ გუშინ და გითხარით რომ დღეს გაგესაუბრებოდით რაღაც ევაკუატორი ჭირდებოდა გადაგებისთვის. ხო, მოკლედ ეხლა რა შეა საქმე? გაქვთ ხო დრო ხო არ გაცდენთ რამე საქმეს ხო არ აკეთებთ ახლა? მოკლედ ჩემთან ერთად არის მე გითხარით გუშინ რომ მე რეჟისორის გარეშე ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას, მე პროდიუსერი ვარ იმ გადაცემის, რომლის გადაგებისთვისაც გვინდა თქვენი ავტომობილის გამოყენება და ეხლა რეჟისორის ჩემთან ერთად არის, ამდენიმე კითხვას დაგისვამთ რა თუ შეგიძლიათ რომ გავარკვიოთ რომ ეს. მოკლედ ჩვენ გვინდა რომ თქვენს ავტომობილზე დავდოთ, მოვათავსოთ სტუდია ავტომობილის ნაცვლად. გირეკავთ ეხლა ტელევიზია იმედი, იცით რა თქვა უნდა, გია ჯაჯანიძის შოუ, ხო? ხო. უყურებთ ისე ჩვენ შოუს, მაინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ უკეთეს, ძალიან კარგი. საგამშვიდობისა მე რეჟისორი მოგესალმებით. ჩვენი რეჟისორი. ესე ბოლოის როგორ მოგეწონათ ეთერი? გია თვითონ კარგი იყო, მე მგონი ძალიან კარგი იყო. ბოლოდ ნახე. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. გაიგე გია. შენ პატარა მოხმოა, მე ვიგე. მოკლედ მადლობა გადავცემთ აუცილებლად გიასაც თქვენს და როდესაც პირადად გაიცნობთ კიდევ გეტყვით მადლობას. მოკლედ ეხლა რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ გიას სტუდია, ოღონდ საიდუმლო უნდა იყოს, ვიდრე რა გადავიღებთ არსად არ თქვათ. გიას სტუდია მოვათავსოთ თქვენს ავტომობილზე ზემოდან და წამყვანი იდგეს იქ, ანუ სტუდიაზე იდგება ისე ვივლით. უსაფრთხოებასაც შეხება ჩვენ მარშრუტს შევათანხმებთ წინასწარ ქალაქის მერიასთან და პოლიციასთან და თბილისიდან რომ დავიძრათ დიღმიდან, ჩავიდეთ მცხეთამდე და შეიძლება უკნიდან ისევ წამოვიდეთ. ანუ გადაღება მიმდინარეობს, სტუდია არის მანქანის საბარგულზე და წამყვანი გია ჯაჯანიძე იქ დგას თან იცით ხო თუ რა ხან ხშირი მაყურებელი ხართ გიას ესეთი გამორჩეული იმიჯი აქვს და ჩაცმულით შესაბამისად იქნება. აქ ერთი რა გვჭირდება, თქვენ შეგიძლიათ რომ სიჩქარე აკონტროლოთ მკაცრად, იმიტომ რომ იქ იქნება გადაცემა რამდენიმე ბლოკისგან შემდგარი, პირველი ბლოკში გვჭირდება აი დიღმიდან რომ გავალთ ზაჰესამდე, რომ იაროთ 20 კმ/სთ სიჩქარით. ხო, ეს გვჭირდება იმისთვის, რომ გიას ძალიან ექსტრავაგანტული სამოსი აცვია და ამ გადაცემაში თავზე ახურავს ქუდი, რომელიც სიჩქარას სიარულის დროს არ უნდა გაძვრეს. ხვდებით? ეს ქუდი არის გადაცემის მთელი შინაარსი, ანუ ეს ქუდი არის მამალი, რომელიც თავზე აზის რა. ო, ნამდვილი მამალია. ხო, ნამდვილი მამალია და ეხლა ეს ცოტა ხო ხვდებით რა. და სიგნალი და აი რაღაცა დამუხრუჭება და რაღაცეები შეიძლება დაფრთხეს ეს მამალი და არ გვეშინია რომ არ დაკორტნოს თვითონ გია რა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მაშინ რამდენიმე კითხვას დაგისვათ ტექნიკურად თუ შეგვიძლია დანარჩენს მე უკვე ადგილზე გავივლით რა, იმიტომ რომ ბევრი დრო თქვენც არ გექნებათ რა. თქვენ თვითონ გამოჩენაზე ხო არ გაქვთ პრობლემა, აი კადრში მოხვდით ან არ მოხვდით? ვარლოგელი ვიცი, მე გოლი არ ვიცი, სავარაუდოდ გულზე საჭესან სხვადასხვა რა. მე შემიძლია მე ურდაერი ყავს სათანად, საფორტაზიტი, ანუ მე მყავს ცოტა დიდი მანქანა და მე ტრაილერი ყავს. მოიცა, ესე იგი თქვენ სხვა მანქანაც ყავთ კიდევ მსგავსი? ანუ სტუმრები შეგვიძლია შევიყვანოთ მეორე ტრაილერი რო ყავთ იმით. ღვედები თუ გაქვთ, თქვენ აი აუცილებლად გექნებათ დასაბმელი ღვედები, ავტომობილს რითაც აბავთ, ხო? ესენი დაგჭირდება, იცით რა, მე რო გითხარით, რომ პირველი ბლოკი ზაჰესამდე, სადაც მამალი არ უნდა მოძვრეს, ხო თავზე? აი ზაჰესის შემდეგ ცოტა მწვავდება საკითხი, ეს მამალი უკვე მიფრინავს თავისინებით და გვინდა რომ აქ წამყვანი დავაბათ. ამ თოკებით, რომელზეც გეუნები. ოღონდ ეს სიმბოლურად დაიბმება. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. ესე იგი ზაჰესში მივედით, უკვე დაბმული ყავს გია, ზაჰეს რომ და რეკლამაზე გასვლა გჭირდება რა, რეკლამაზე გასასვლელად.
ეხლა გეტყვით კი რაშია ბოდიში რეკლამას რაც შეეხება ეს თან უნდა გავაკეთოთ ერთი რეკლამაზე გასვლა გვინდა ორიგინალურად რა და აი ეს მე ხო გითხარით სიჩქარე ჩვენ მაღალი არ გვექნება სადღაც 50 კილომეტრამდე მაქსიმუმ და ერთ მომენტში გვინდა რომ სადღაც 40-50 კილომეტრი სიჩქარე განავითაროთ საათში და შემდეგ გააკეთოთ სწრაფი მუხრუჭი აჰა მე გიო ატა წამყვანი გაისროლოთ ჩვენი ბიჭები დაიჭერენ კაცო არ არის პრობლემა რეკლამაზე გასვლა რეკლამაზე რო გავისროლოთ ესე რო გავიდე გვემეტება აი მე აღარ შევიკავე ჩემო მეგობარო თქვენი სახელი გითხარ შეიძლება რა ისე დაგემშვიდობები ვასილი გაიხარე აუ ჩემო მეგობარო მეგობრობა და პატივისცემა არ გვიწყენთ იმედი ვაიმე ვასილ მეგობრული ხუმრობა და შარჟი იყო მაგრამ პირობას გაძლევთ ჩვენს და ჩვენ სამეგობროს გარშემო თუ კი ვინმეს ევაკუატორი ან მithumetes ტრაილერი დაჭირდება თქვენს გარდა არავის არ დაურეკავს ძალიან დიდი მადლობა ეს მეგობრული ხუმრობა იყო შარჟი დიდი მადლობა რომ დაგვეხმარეთ მადლობა წარმატებები კიდე დაგირეკავთ აუცილებლად მადლობა საცდაოდ გეტყვით მადლობთ კარგია რომ გიას ფანი ხართ მადლობთ ესე იგი უკან არ დიდი მადლობა ეს არის ოქროკაცი და ძალიან მაგარი კაცი მე სტიმაში მინდა მოვიყვანო აუ მართლა ხო არ გადავიღო ბიჭო ვეღარ მოვითმინე გია რომ ბახო და უტოხუდეს და სარეკლამო ის არა მამარიო კორტნის სახეს გიას სახეს და ეს რომ მოქრის ბიჭო ყველაზე მაგარი ამ ისტორიაში არის ყველაზე უცნაური რა არის იცი ადამიანს არაფერი არ გაპირებია არაფერი ერთი წამითაც ამ გოლის საინტერესო გამოგვიდა ტელეფონის სატელეფონო ზარები არა სახალისო ასეა მეგობრებო გითხარ ჩვენი ესე იგი ჩვენი ტელეფონი კიდევ დაგჭირდება და გამოჩნდება ჩვენ შოუში